შეიკრიბნენ იესოსთან მოციქულები და უამბეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს. უთხრა მათ: წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ. ვინაიდან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ. წავიდნენ უდაბურ ადგილას მარტონი ნავით. დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ და ბევრმა იცნო. ფეხით გაედევნენ ყოველი ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ. გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხრებივით იყვნენ და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება. გამოხდა კარგა ხანი და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი, დრო კი უკვე გვიანია. გაუშვი ისინი რომ წავიდნენ ახლო-მახლო დაბასოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო. მაგრამ მან პასუხად უთხრა მათ: თქვენ მიეცით მათ საჭმელი. მათ კი უთხრეს: წავიდეთ, 200 დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად? უთხრა მათ: რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ. გაიგეს და უთხრეს: 5 და 2 თევზი. მაშინ უბრძანა მათ, ყველანი გუნდ-გუნდად დამსხდარიყვნენ მოლზე. დასკდნენ წყობრად 100-100-ად და 50-50-ად. აიღო 5 პური და 2 თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ამათთვის ჩამოერიგებინათ. 2 თევზის ყველას დაუნაწილა. ყველამ ჭამა და გაძღა. დარჩენილი ნატეხებისა და თევზისაგან 12 სავსე გოდორი აკრიფეს. ორის მჭამელი სულ 5000-მდე მამაკაცი იყო. მყისვე აიძულა თავისი მოწაფეები ასულიყვნენ ნავში და წინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა. ისინი რომ გაისტუმრა, თაზე ავიდა სალოცავად. და როცა შესაღამოვდა, ნავი შუა ზღვაში იყო, ის კი მარტო დარჩა ხმელეთზე. დაინახა, რომ მათ უჭირდათ ნაოსნობა, ვინაიდან პირქარი იყო. ღამის მეოთხე გუშაგობაზე წავიდა იგი მათკენ ზღვაზე მოსიარულე. უნდოდა მათთვის გვერდი აევლო. ხოლო მათ ზღვაზე მავალი რომ დაინახეს იგი, იფიქრეს მოჩვენება არისო და აყვირდნენ. ვინაიდან ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ. ის კი ყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: გამხნევდით, ეს მე ვარ, ნუ გაშინიათ. ავიდა ნავში მათთან და ჩადგა ქარ და ძალიან უყვირდათ თავიანთ გულში. ვინაიდან გაოგნებულნი იყვნენ პურების გამო, მაგრამ გული გაქვავებული ჰქონდათ. გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მიწას და ჩაუშვეს ღუზა. როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა. შემოირბინეს მთელი ის ქვეყანა და დაიწყეს საწოლებით სნეულთა გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ აქ არისო. სადაც არ უნდა შესულიყო, დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, სხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედრებოდნენ, რომ მისი სამოსლის კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა. ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა კიდეც.